ლელო ძლიერ საქართველოში კიდევ ერთი პრესკონფერენცია მიუძღვნეს არაბულ ინვესტიციას. ლელოს წევრის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, იმის ფონზე, როცა ქვეყანა ქართველებისგან იცლება, ქართული ოცნება აღნიშნული პროექტით არაბების ჩამოსახლებას უწყობს ხელს. ნაცვლად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, ისინი ყველაფერს აკეთებენ უცხოტომელების ჩამოსახლებისთვის, რის შედეგადაც მოხდება ჩანაცვლება და მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე. 9 მილიონი კვადრატული მეტრი უნდა გადასცენ არაბებს. ეს არის 600 მილიონად შეფასებული მიწა. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ეროვნულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ამ დროს ქართული ოცნება ხელს უწყობს ორი არაბული ქალაქის მშენებლობას ორ უნიკალურ ტყეპარკში, კრწანისა და გონიოში. აქ არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც ასევე ემუქრება განადგურება. ის რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს თალსახად მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქისთვის. კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. პირველ რიგში და უმთავრესად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გონიოში, ისევე როგორც დედაქალაქში იქნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა იქნება მათ შორის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქართული დეველოპერული, ისევე როგორც ტურისტული სექტორისთვის და რა თქმა უნდა ყველა ის ფაშისტური განცხადება, რომელიც ემსახურება კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის და ინვესტიციის დისკრეციას არის არაეროვნული საქმე.